ქალების შერეულ ორთაბრძოლებში. ამ თემაზე თავის დროზე ძალიან ბევრი იცინოდა და თვითონ დანა ვაითიც კი იცინოდა და იძახდა, რომ UFC-ში არასდროს არ იქნება ქალების კატეგორია, იმიტომ რომ ეს საქმე არ არის ქალების. მაგრამ 2013 წელს მან გადაიფიქრა, იმიტომ რომ გამოჩნდა ერთი გოგონა, რომელმაც Strikeforce-ის ორგანიზაციაში გადაუარა სუყველას და დანა ვაითმა სპეციალურად ამ სპორტსმენისთვის შექმნა UFC-ში ქალების კატეგორია. გაიცანით armbar-ის დედოფალი UFC-ის პირველი ჩემპიონი ქალი რონდა როუზი. რონდა როუზი, პირველი UFC-ის ჩემპიონი ქალი დაიბადა 1987 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ რივერსაიდში. რონდას დედა, ენ-მარი დემარსი, პროფესიონალი ჯუდოისტია, რომელიც გახდა პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი შეერთებული შტატების სახელით. 8 წლის ასაკში მომავალ ჩემპიონმა დაკარგა მამა, რომელმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. გოგონა მაგ დროს ცურვაზე ვარჯიშობდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ დაანება ამ სპორტის სახეობას თავს და დაინტერესდა ძიუდოთი. როუზის დიდი პლუსი ჰქონდა, დედამისისნაირ პროფესიონალ მწვრთნელს ის ვერ სადნახავდა და 2 თვის ვარჯიშის შედეგად ის იღებს მონაწილეობას თავის პირველ ტურნირში, სადაც ყველა თავისი მეტოქე გაანადგურა და რაც თავარია, ყველა შეხვედრა მან იპონით მოიგო. რონდას დედა ძალიან კაცრი ქალი იყო და თავიდანვე აუხსნა შვილს, რომ საბრძოლო ხელოვნების გამოყენება მას არ შეუძლია არც სკოლაში და არც ქუჩაში. ერთადერთი რონდას თავისი ცოდნა შეეძლო გამოეყენებინა თავდაცვის დროს. ხო და ზუსტად თავდაცვის მიზნით მან სკოლაში რამოდენიმე ადამიანი დააიპონა. სკოლის ხელმძღვანელობამ რონდას დედა მოიწვია ახსნა განმარტებისთვის. მაგ დროს გოგონას გარიცხვას აპირებდნენ სკოლიდან, თუმცა დედაშვილმა დაამტკიცეს, რომ ეს იყო თავდაცვა. რონდა დატოვეს სკოლაში, მაგრამ მაგ დღის მერე მას გარშემო ყველა პატივს სცემდა და ის გახდა სკოლის ნამდვილი ავტორიტეტი. რონდა დღითი დღე ძლიერდებოდა. 13 წლის ასაკში მან სპარინგზე დედამის მაჯაც კი მოტეხა. 17 წლის ასაკში კი გახდა ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი ამერიკაში, რომელიც მოხვდა ოლიმპიადაზე. თავის ჯუდოისტურ კარიერაში რონდას ძალიან ბევრი მიღწევა აქვს. 2006, 7 და 8 წლებში ის გახდა მსოფლიო თასის გამარჯვებული. ოლიმპიურ თამაშებზე პეკინში კი 2008 წელს ბრინჯაოს медаლი მოიპოვა. ასევე რონდა 6 ჯერ გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონი. მოკლედ რონდა როუზი იყო ძალიან მაგარი ჯუდოისტი ქალი, მაგრამ ამ ყველაფრიდან ის შემოსავალს ვერანაირს ვერ ხედავდა და პარალელურად უწევდა ხოლმე მუშაობა ამ ბარმენთან მიმტანად. 10 წლიდან 2011 წლამდე მან თავის ვარჯიშებში დაამატა კრივი, ჯიუ-ჯიტსუ, მუაი-თაი და რო დარწმუნდა, რომ უკვე მაგარ ხოძე არის, დაიწყო სამოყვარულო ღონისძიებებში მონაწილეობა, სადაც 3 ბრძოლა ჩაატარა ამ ერთ წელიწადში და 3-ვე armbar-ით მოიგო პირველ რაუნდში და აი გადაწყდა, რომ ის პროფესიონალებში გამოვიდოდა და 2011 წლის 27 მარტს ის იღებს პირველად MMA-ში მონაწილეობას პროფესიონალებში. რონდას პირველი მეტოქე ლოკალურ პრომოუშენში იყო ედინ გომესი, რომელსაც სახეზე ეწერა, რომ მას ტესტოსტერონის დიდი დოზები აქვს მიღებული. რონსი კი თავიდანვე ღიმილით გამოჩნდა, მაგრამ როგორც კი გალის კარები იხურა, ის გახდა ნამდვილი მკვლელი. პირველივე წამებზე მან ეგრევე გადაიყვანა გაურკვეველი სქესის მეტოქე მიწაზე და გააკეთა ის, რაც მას ყველაზე მაგრად გამოსდის. დიახ, რონდა 25 წამზე გომეს ხელის armbar-ი გაუჭიმა და აი ასე სწრაფად მოიგო თავისი სადებიუტო შეხვედრა პროფესიონალებში, რის მერეც ისევ დაუბრუნდა თავის ქალურ მდგომარეობას და ღიმილით აღნიშნა გამარჯვება. 3 თვეში ყველაფერი განმეორდა. რონდამ ისევ პირველივე რაუნდში მოიგო ბრძოლა armbar-ით. მან ზუსტად 59 წამში დაუმტკიცა თავის ოპონენტს, რომ ოლიმპიურ პრიზიორთან ძიუდოში ხუმრობა არ შეიძლება. წარმოიდგინეთ, დებიუტი პროფესიონალებში და 3 თვეში 2 გამარჯვება და რაც თავარია, ეს 2 გამარჯვება პირველივე რაუნდში მოიპოვა და სულ რაღაცა 74 წამი დაჭირდა რონდა როუზის ამ გამარჯვებებში და მაგ პერიოდში იყო ყველაზე მაგარი ორგანიზაცია ქალებისთვის Strikeforce და რა თქმა უნდა Strikeforce-ის პრომოუშენმა რონდა როუზი მიიღო დიდი სიხარული. Strikeforce-ში რონდას შეხვდა სარა დე ალელო. რონდამ ამ ორგანიზაციაშიც რამოდენიმე წამში დაამახსოვრა თავი მაყურებელს, მან 25 წამზე დაიჭირა მეტოქე მტკივნეულზე და გაიმარჯვა. თუმცა სარას არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება, რადგან ის არ დანებდა, მაგრამ როგორც იტყვიან, მსაჯი ყოველთვის მართალია. სხვათა შორის ამ ბრძოლას სწორედ ის მსაჯი მსაჯობდა, რომელმაც ჯონ ჯონს ერთადერთი მარცხი გაუფორმა. დანა ვაითს ეს რეფერი ყველაზე მაგრად ეზიზღებოდა და აქაც მას რაღაც არ გამოუვიდა. 2011 წლის 18 ნოემბერს როუზი ხვდება ჯულია ბატს. წარმოიდგინეთ, ერთ წელიწადში თუ ჩავთვალეთ მისი სამოყვარულო ბრძოლები, მან 6 ბრძოლა ჩაატარა და 6-ვე ფინიშით მოიგო პირველივე რაუნდში. რაც შეეხება
ეხება ჯულიას, ის მომავალში ბელატორის დედოფალი გახდება ბელატორის ჩემპიონი, სამჯერ დაიცავს ქამარს, მაგრამ იმ მომენტისათვის, როდესაც ის რონდა როუსის ხვდებოდა, მას სამი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც 2 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და ერთი მარცხი ისაც არანაკლებად უმაგრეს მებრძოლთან ამანდა ნუნესთან. ბრძოლა ეგრევე ჩეხაობით დაიწყო, მაგრამ როუსი იმ წამსვე კლინჩში ჩაეხუტა ჯულიას, გადაიყვანა ის მიწაზე და ტრადიციულად მას არმბარი გაუჭიმა. გარშემო ყველა შოქში იყო, რონდა როუსმა ეს შეხვედრაც უსწრაფესად დაასრულა. მას საერთო ჯამში სულ რაღაც 25 წამი დასჭირდა. ასეთი ეფექტური გამარჯვების მერე რონდას ორგანიზაცია ახვედრებს იმ დროინდელ ნამდვილ ვალკირიას მიშა ტეიტს. იმ მომენტში მიშას პროფესიონალებში ჰქონდა ჩატარებული 14 ბრძოლა, საიდანაც 12 ბრძოლა მოგებული ჰქონდა და იყო Strike Force-ის ჩემპიონი და ქამრის დაცვაც კი მოასწრო. მერე მომავალში ეს მებრძოლები კიდევ ერთხელ შეხვდებიან UFC-ში. მიშა მომავალში გახდება UFC-ის ჩემპიონიც, მაგრამ მოდით ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ და შევხედოთ ამ სატიტულო ბრძოლაში Strike Force-ში რა მოხდა ამ მებრძოლებს შორის. და 2012 წლის 3 მარტს ერთმანეთს შეხვდა 2 ამ სპორტის დედოფალი, რონდა როუსი და მიშა ტეიტი. როუს თავის კარიერაში ასეთი სერიოზული მეტოქე ჯერ არ შეხვედრია. მან ეს პირველივე წამებზე იგრძნო, როდესაც მიშამ ეგრევე ჩეხაობა დაიწყო. თუმცა რონდა არ დაიბნა და გადაიყვანა პრინცესა ქვედა სართულზე თავის სამყაროში. ოლიმპიელმა პარტერში მიშას ეგრევე ტრადიციული არმბარი გაუჭიმა, რის მერეც ყველა რონდას მეტოქე ბრძოლას ასრულებდა, მაგრამ ტეიტმა გაუძლო ამ ტკივილს, გამოძვრა და კონტრზე ზურგიდან აიყვანა ოლიმპიელი. თითქოს ერთ მომენტში მიშა უკეთესი იყო, მაგრამ მან მაინც დაკარგა პოზიცია. გოგონებმა ჯერ დგომში დასწყეს ერთმანეთს და მერე რონდამ თავისი მეტოქე ლამაზად დააიპონა. მიწაზე ჯუდოისტმა ის ჯერ თავისი ჩაქუჩებით ცოტა დააბუჟა და მერე მაინც მოახერხა თავისი საფირმო მტკივნეული ილეთის გაფორმება. რონდამ არმბარით ისე მაგრად გადმოუწია ხელი მიშას, რომ ვიზუალურად თქვენც ხედავთ ხელის დეფორმაციას. და აი ასე 25 წლის ასაკში რონდა როუსი გახდა Strike Force-ის ჩემპიონი 61 კილოგრამში. წარმოიდგინეთ პროფესიონალებში 5 ბრძოლა და 5-ვე გამარჯვება პირველივე რაუნდში საბმიშენით. აშკარად ჯუდო ძალიან მაგრად მუშაობდა როუსისთვის და ამავე წელს ის ხვდება სარა კაუფმანს თავისი ტიტულის დაცვით. სარა კი ნამდვილად არ იყო მსუბუქი მეტოქე, ის იყო ყოფილი Strike Force-ის ჩემპიონი, რომელსაც 15 გამარჯვება ჰქონდა და 1 მარცხი და ის 1 მარცხიც მან განიცადა თავისი ტიტულის დაცვის დროს Strike Force-ში. შეხვედრა რონდამ ეგრევე ჩხუბით დაიწყო, რის მერეც ჩაეხუტა სარას კლინჩი და გადაიყვანა ძირს, სადაც ტრადიციულად დაიწყო მუშაობა არმბარზე. რამოდენიმე წამის განმავლობაში სარა თავს იცავდა და არაძლევდა ხელს მოქმედ ჩემპიონს, თუმცა რონდა მაინც ცდილობდა ხელზე მტკივნეული ილეთის შესრულებას და რამოდენიმე წამიანი წვალების შემდეგ მას ეს მაინც გამოუვიდა. რონდა როუსიმ დაიცვა თავისი ტიტული და 54 წამზე დააფინიშა თავისი ოპონენტი საბმიშენით. ეს იყო ოლიმპიელის კარიერაში ზედიზედ მე-6 გამარჯვება პირველ რაუნდში საბმიშენით. იმ დროისათვის ასეთი ეფექტური გამარჯვებების სერიით ვერავინ დაიტრაბახებდა. ამასობაში კი დანა უაითმა იყიდა Strike Force-ის ორგანიზაცია და ყველა ტოპ მებრძოლი და ჩემპიონი, რა თქმა უნდა, ავტომატურად ამ პრომოუშენში მოხვდნენ და მაგ პერიოდში UFC-ში არ იყო ქალების კატეგორია და ზოგადად დანა უაითი ძალიან წინააღმდეგი იყო ამ ყველაფრის, მაგრამ როუსის ამ სწრაფ ფინიშებმა ის ისე აღქრთოვანა, რომ 2013 წელს მან დაამატა ქალების კატეგორია UFC-ში და აი ასე რონდა როუსი მოხვდა UFC-ში. ლის კარმუში ასე ერქვა როუსის პირველ მეტოქეს UFC-ში და ეს მებრძოლი მომავალში ბელატორში გადაუვლის მართლა სულ ყველას, გახდება ბელატორის ჩემპიონი და რამოდენიმეჯერ დაიცავს ქამარს, მაგრამ ამ დღეს მას არ გაუმართლა, იმიტომ რომ ის შეხვდა პრაიმში მყოფ ძალიან მშიერ რონდა როუსის და ეს ბრძოლა იყო ნამდვილად ძალიან ისტორიული, იმიტომ რომ UFC-ის პირველი ქალების ბრძოლა იყო თან ტიტულზე და ამ მებრძოლებს შორის გამარჯვებული ოქროს ასოებით ჩაეწერებოდა ამ პრომოუშენის ისტორიაში როგორც პირველი ქალი ჩემპიონი UFC-ში. თავის პირველ სატიტულო ბრძოლაზე UFC-ში რონდა გამოვიდა ძალიან თავდაჯერებული. მას მაგ დროისათვის უკვე ყავდა ზღვა ფანები, მაგრამ ამ დღის მერე ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდება. გოგოებმა რაუნდი კლინჩი დარტყმების გაცვლით დაიწყეს, რის მერეც რა თქმა უნდა რონდამ თავისი მეტოქე მიწაზე გადაიყვანა. უცებ ყველასათვის მოულოდნელად ლის კარმუში რონდა ზურგიდან აეკიდა, საიდანაც ძალიან მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა და დაიწყო მისი დახრჯობა. როუსმა გაუძლო რამოდენიმე წამიან უჰაერობას, ოსტატურად ჩამოიფერთხა მდედრობითი სქესის ვამპირი, გაისწორა ბიკინი და დაიწყო თავისი მეტოქის განადგურება პარტერში. რონდა რაუნდის ბოლომდე დომინირებდა და მან ისე ლამაზად გაკოჭა ლის კარმუში, რომ ის ვერ მოძრაობდა. როუსი კი მას რაუნდის ბოლომდე სახეში ურტყავდა და ბოლოს დაღეჭილ მეტოქეს ტრადიციულად გამოგლიჯა ხელი და ეფექტურად არმბარით პირველი რაუნდის ბოლოს გახდა პირველი UFC-ის ჩემპიონი ქალი.
ამ ერთი გამარჯვებით რონდა გახდა პრომოუშენში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მებრძოლი. მას ეპატიჟებოდნენ ჟურნალებში გადასაღებად, ფილმებში გადასაღებად, სხვადასხვა პოდკასტებზე, მოკლედ გახდა ყველაზე პოპულარული მებრძოლი. ამასობაში დანამ როუსის შესთავაზა რეალიტი შოუში მონაწილეობა მიშა ტეიტთან. თქვენს უყურას გახსოვს, რომ მიშა ტეიტს როუსი უკვე შეხვდა, ისინი მოამზადებდნენ მებრძოლებს და ამ გადაცემის ბოლოს ისინი ერთმანეთს შეხვდებოდნენ და ეს იყო როუსის პირველი ტიტულის დაცვა UFC-ში მიშა ტეიტთან. 2013 წლის 29 დეკემბერს რონდა როუსი პირველად იცავს თავის ტიტულს UFC-ის ორგანიზაციაში, სადაც მეორეჯერ შეხვდა მიშა ტეიტს. ოლიმპიელის კარიერაში ეს ყველაზე გრძელი შეხვედრა იქნება, თუმცა რონდა მაინც უკეთესი იყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში ის დომინირებდა, ასრულებდა უმაგრეს გდებებს და რა თქმა უნდა ცდილობდა მიშას ხელის მოგლეჯვას. საბოლოო ჯამში მესამე რაუნდში როუსმა მაინც მოახერხა ტეიტის ხელის დათრევა და ტრადიციულად დააფინიშა ის. რითიც მოიპოვა ზედიზედ მერვე გამარჯვება პროფესიონალებში და გახდა კიდევ უფრო პოპულარული. მიშა ტეიტი კი ამ შეხვედრის მერე 5 ბრძოლას ზედიზედ მოიგებს და გახდება UFC-ის ჩემპიონი, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა. ამ გამარჯვების მერე როუსის ჰეითერები ამოქმედნენ და დაიწყეს ჭორაობა, რომ როუსს არ აყავს ნორმალური ოპოზიცია, იმიტომ რომ გარტყმაში არავინ არაა ჭიდაობის და ის ჭიდაობის მეშვეობით იგებს. ეს ჭორები მივიდა დიდი ალბათობით UFC-ის ხელმძღვანელობამდე და 2014 წლის 22 თებერვალს UFC მას ახვედრებს სარა მაკმანს. სარა იყო ყოფილი ოლიმპიური პრიზიორი, მან ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში მეორე ადგილი დაიკავა. შერეულ ორთაბრძოლებში კი მარცხი არ უნახია, 7 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა, საიდანაც 2 გამარჯვება მან UFC-ში მოიპოვა და აი მაყურებლების და ჰეითერების აზრით ეს იყო ჩვენი გადაცემის გმირის ყველაზე მძიმე ოპოზიცია. რონდა თავის მეორე ტიტულის დაცვაზე ძალიან დატენილი გავიდა. ჭორები მის სუსტ ოპოზიციაზე მასთანაც მივიდა და ის ამ საღამოს აპირებდა თავისი ოლიმპიელი მეტოქის განადგურებას. ორ ოლიმპიელ სპორტსმენმა ბრძოლა უმოწყალოდ შეხაობით დაიწყო. ამ შერკინებაში ჩვენ ვერ ვნახეთ ჭიდაობა, როგორც ყველას ეგონა. ეს იყო ერთწუთიანი ორი განრისხებული ქალის ბათქაობა. და აი 66 წამზე რონდამ ერთ-ერთ ცვლაში კლინჩში სარას უძლიერესი მუხლი ტენა მუცეში და გაიმარჯვა ამ შეხვედრაში ნოკაუტით. ეს იყო რონდას კარიერაში პირველი ნოკაუტი, რა თქმა უნდა მან ამის გამო ორგანიზაციისგან მიიღო ბონუსი და რიგით მეცხრე გამარჯვება ზედიზედ გაიფორმა პროფესიონალებში. 2014 წლის ზაფხულში როუსი კიდევ იცავს თავის ტიტულს და ხვდება ალექსის დევის, რომელსაც UFC-ში მარცხი არ უნახია და მოდიოდა ამ ორგანიზაციაში 3 ზედიზედ გამარჯვებით. გოგოებმა ჩხუბი დარტყმების გაცვლით დაიწყეს, სადაც რონდა ბევრად სასტიკი იყო. მან მეტოქე იმ წამსვე ლამაზი გდებით მიწაზე დააჭედა, შებოჭა და 10 დარტყმიანი სერიით ის დააფინიშა. ბრძოლის დასრულების შემდეგ დევისი ვერ ხვდებოდა რა მოხდა და ცდილობდა რონდას ფეხების დათრევას. ეს იყო 16 წამიანი ფინიში და რიგით მე-10 ზედიზედ გამარჯვება. მაგ პერიოდში ინსტაგრამში 15 წამიანი ვიდეოების ატვირთვა შეიძლებოდა და ინტერვიუებში ხუმრობდა, რომ ეს 16 წამიანი ფინიში არ ეტევა ჩემს ინსტაგრამზეო და სასწრაფოდ მჭირდებაო უფრო მოკლე ფინიშიო, რომ ავტვირთო ინსტაგრამშიო. ალბათ მიხვდით ეს შესავალი რატომაც გავაკეთე. 2015 წლის 28 თებერვალს რონდა როუსი ხვდება კეით ზინგანოს დაუმარცხებელ ჩემპიონს, რომელიც 9 ზედიზედ გამარჯვებით მოძრაობდა და თავის ბრძოლებს ძირითადად ნოკაუტით იგებდა და მოკლედ ეს მებრძოლი ჩვენმა გადაცემის გმირმა 14 წამში გაანადგურა ფინიშით, რითიც მოიპოვა გამარჯვება, კიდევ ერთი ტიტულის დაცვა და რა თქმა უნდა ინსტაგრამზეც ნორმალურად ატვირთა თავისი ვიდეო. მებრძოლები პირველივე წამებზე ერთმანეთს შეასკდნენ. აკრობატულად იბრძოლეს პოზიციისთვის, რა დროსაც როუსმა მოახერხა ულამაზესი არმბარით თავისი მეტოქის დაფინიშება. ეს იყო ყველაზე ეფექტური და ლამაზი ფინიში, რომელმაც გაამყარა როუსის სახელი MMA-ის ისტორიაში და მოუტანა ზედიზედ მე-11 გამარჯვება. მოკლედ ამ პერიოდში რონდა როუსი გახდა ყველაზე ცნობადი სპორტსმენი UFC-ში და ცოტათი გაბლატავდა კიდევაც, იმიტომ რომ ინტერვიუებში იძახდა, რომ მზად არის კრივში შეხვდეს მეივეზერს და დაეჯახოს რინგში კეინ ველასკეს. თვითონ როგანიც ნავთს ხავდა ამ ცეცხლზე და იძახდა, რომ 61 კილოგრამში ნახევარ მებრძოლებს შენო მოუგებო და კიდევ კაი ეს არ მოხდა, თორე როზის გაკვანძავდნენ ძალიან მაგრად. ამასობაში UFC-მ კიდევ ერთი დაუმარცხებელი მსხვერპლი მოუგდო რონდა როუსის, კეტი კორეა, რომელიც 9 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა. UFC-ში მან 3 ბრძოლა ჩაატარა და 3-ვე მოიგო და აი ჰეითერებიც კი დარწმუნებულები იყვნენ, ისეთ მაგარ ხოძე იყო მაგ პერიოდში რონდა როუსი, რომ ის რამოდენიმე წამში გაანადგურებდა თავის მსხვერპლს და ზუსტად ეგრეც მოხდა.
2015 წლის 1 აგვისტოს როუსი გამხეცებული შევარდა გალიაში თავისი ტიტულის მეხუთეჯერ დასაცავად. გოგოები პირველივე წამებზე ეცნენ ერთმანეთს ჩხუბით, არანაირი ჭიდაობა, ნამდვილი ქალური უმოწყალო და ბრუტალური ჩეხაობა, სადაც აღმოჩნდა, რომ როუს უფრო ძლიერი ყბა ჰქონდა და მან ეს შეხვედრა ნოკაუტით დაასრულა. აი ასე შექმნა რონდამ თავისი შთამბეჭდავი კარიერა 12 ბრძოლა 12-ვე ფინიშით და 2 ქამარი Strikeforce-ში, 6 ქამარი UFC-ში, ძალიან დიდი мотиваცია ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებულად მანდილოსნებისთვის, იმიტომ რომ მაგედან დაიწყო მანდილოსნების MMA-ის განვითარება და ასე ვთქვათ, რონდა როუსი იყო მანდილოსნებისთვის მუჰამედ ალი ამ MMA-ის სფეროში. რონდა ამ ბრძოლის მერე კიდევ ორჯერ იბრძოლა UFC-ში, ორჯერვე ნოკაუტით დამარცხდა, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორია, სხვა მანდილოსნებზე, რომელსაც დიდი ალბათობით გავაკეთებთ, თუ ამის უფლებას თვითონ YouTube მომწევს და მოკლედ რონდა გახდა ყველაზე დიდი мотиваციის წყარო იმ მანდილოსნებისთვისაც, რომლებმაც მას შემდეგში მომავალში მოუგებენ. MMA-ის მერე რონდამ კონტრაქტი გააფორმა რესლინგის პრომოუშენთან, სადაც გახდა ნამდვილი ვარსკვლავი, მსოფლიო ჩემპიონი, ძალიან ცნობადი. გათხოვდა ასევე MMA-ის მებრძოლზე, მას ყავს 2 შვილი და თავის კარიერის განმავლობაში მან 15 მილიონზე მეტი გამოიმუშავა, ეხლა ძალიან ბედნიერად ცხოვრობს, დაწერა თავისი მემუარები, სადაც ყვება რა რთული გზა იყო ეს MMA-ის გზა მისთვის და ყვება თავის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, მოკლედ მაგარი წიგნი არის, რომელიც მე არ წამიკითხია, ხო და იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო თქვენ მოგეწონათ, მე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.